ეს არის ინტერნეტ ტელევიზია ფაქტორი G, გადაცემა პოლიტიკის ფაქტორი, მე ვარ მისი წამყვანი, ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესიის კონტექსტში. და ჩვენი სტუმარი იქნება სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე. ძალიან დიდი მადლობა მამუკა, რომ მოხვედრით და მიიღეთ მონაწილეობას ჩვენს მსჯელობაში. შესავლისთვის ვიტყვი პრინციპში ამ თემას არ ჭირდება ძალიან დიდი შესავალი, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით, უკრაინა დიდი ხანია ელოდა ავტოკეფალიას და პრინციპში მსოფლიოს საპატრიარქოსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის ჭიდილი დასრულდა ამ ეტაპზე ფორმალურად მაინც მსოფლიოს საპატრიარქოს უპირატესობით, იმიტომ რომ უკრაინის ავტოკეფალიას მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიას მსოფლიო პატრიარქმა მიანიჭა ავტოკეფალია და პრინციპში მას ჰქონდა ამისი უფლება და ალბათ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ არა მამკა აუცილებლად, რომ ეს არ იყო ჰაერიდან მოტანილი გადაწყვეტილება, არამედ ეს ეხებოდა თვითონ იმ დადგენილებებს, იმ საეკლესიო დადგენილებებს და გადაწყვეტილებებს, რაც იყო მიღებული მსოფლიოს კონსტანტინოპოლის იმჟამინდელი პატრიარქის მიერ და ამდენად თითქოს იურიდიულად საეკლესიო იურისპრუდენციით ეს საკითხი არის გამართული. ამის მიუხედავადაც მაინც არის ეჭვი, რომ საქართველოს ეკლესიას შეიძლება მიადგეს ზიანი, იმიტომ თქვენ მოგეხსენებათ, მაშინ როდესაც რუსული სახელმწიფო ერთი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღიარებს სამ წარმონაქმნს, ეს თბილისის, ცხინვალისა და სოხუმის სახით, რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას რუსეთის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. გასაგებია, ამას აქვს თავისი მიზეზები, იმიტომ და ამ მიზეზებზეც ალბათ ჩვენ ვისაუბრებთ, მაგრამ მაშინ მოხდა ასეთი პრეცედენტი, რომ რუსეთის წიაღში არსებული უკრაინის ეკლესიისთვის მოხდა მიენიჭა ავტოკეფალია, ბუნებრივია, რომ გაჩნდა ეჭვი მაშინვე, შეიძლებოდა რუსეთს საპასუხო ნაბიჯად სუსტი რგოლისთვის მიეყენებინა დარტყმა და ეს სუსტი რგოლი ამ შემთხვევაში არის საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესია ნამდვილად არ არის მართლმადიდებლურ სამყაროში სუსტი რგოლი. და არც დაახანა პრინციპში მუქარამ მოსკოვის საპატრიარქოდან და მიტროპოლიტი ილარიონის, რომელიც თუ არ ვცდები გამისწორეთ, თუ ვცდები ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს ხოლმე არა რუსეთის საპატრიარქოს და საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური სტატუსია მას ასეთი და ეს ხშირად ჩამოდის ხოლმე და აქვს ურთიერთობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, სწორედ მან ძალიან უცნაური წერილი გამოაქვეყნა იმ თვალსაზრისით, რომ მართალია არ უხსენებია ცხინვალისა და აფხაზეთის ეპარქიები, მაგრამ პრინციპში მან თქვა, რა ზიანი შეიძლება მიადგეს საქართველოს ეკლესიას და იცის ეს საქართველოს ეკლესია, თუ კი ის აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ეს სხვათა შორის მუქარადვე აღიქვა ჩვენმა საპატრიარქმა, იმიტომ რომ უპასუხა მიტროპოლიტ და მე იქ მენიშნა ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი კუთვნილი მეხუთე ადგილი დიპტიქში, ჩვენ ამჟამად მე-9 ადგილს ვიკავებთ, ეს მეხუთე ადგილი თავის დროზე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, შესაძლოა საქართველოს სახელმწიფო იყოს სუსტი, შესაბამისად ჩვენი ეკლესიაც იყო სუსტი და გავლენა არ ჰქონდა ძლიერი, მიანიჭა რუსეთის ეკლესია სრულიად უკანონოდ და ამიტომ ჩვენ ჩამოვქვეითით მე-6-ზე და შემდეგ უკვე იმავე რუსული ეკლესიის დამსახურების, რომელსაც გააუქმა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია მე-19 საუკუნის დასაწყისში, საერთოდ ჩვენი ავტოკეფალიის აღიარების თარიღი დადგაეჩქვეშ და ჩვენ ვიყოფებით მე-9 ადგილას. ამიტომ ეს უცნაური რამ თქვა მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომ საქართველოს თუმცა ეხლა უნდა მე-6 ადგილის დაკავება დიპტიქში, მაგრამ ის შეძლებს მე-5 ადგილის დაკავებას, თუმცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მოიშთობა დიპტიქიდან. ამიტომ მინდა აი ამ შეკითხვით დავიწყო. ესეთი უცნაური არა მართლმადიდებელ სამყაროში ასეთი ტონალობით, რას ნიშნავს მოიშთება? ანუ პირდაპირ ომი გამოუცხადეს ერთმანეთს მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებმა და როგორ მოაშთობს საინტერესოა კონსტანტინოპოლს რელიგიურ ენაზე ევქარისტიის შეწყვეტა ეს ომის გამოცხადება ჩვენს ენაზე გადმოტანილი მოსკოვის საპატრიარქომ გაწყვიტა კავშირი, ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლის. ანუ ლოცვებში არ იხსენებენ საპატრიარქოსთან და შესაბამისად ხაზგასმა ამ საკითხთან დაკავშირებით იყო, რომ აი კონსტანტინოპოლს თუ არ ჩავთვლით, მაშინ ავტომატურად ჩვენ გადავინაცვლებდით წინ. მაგრამ ამისთვის ხო არ არის საკმარისი მარტო ის, რომ არ ჩათვალოს რუსეთის საპატრიარქოს. ეს გარკვეულწილად ირონია იყო მათი მხრიდან, მაგრამ ამ ირონიაშიც იკვეთება ძველი რუსული ინტერესი
მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება რელიგიური რუსეთი თუ ათეისტური რუსეთი, ეს ინტერესად რჩება და აი ჩვენთან სწორედ საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოებრივ ისტორიულ მასშტაბიანი ინტერესები აქვს, არა აქვს მხოლოდ 5 წლიანი ან 1 წლიანი ინტერესი, ისტორიულ მასშტაბიანი ინტერესია და სწორედ თავის დროზე რუსეთმა ისარგებლა კონსტანტინოპოლთან შექმნილი პრობლემებით, როდესაც თურქეთი უწევდა მას და 1458 წელს პირველად, როდესაც აი ესეთ პრობლემის წინაშე დადგა კონსტანტინოპოლი, ისარგებლა ამ შემთხვევით და დანიშნა ჯერ თვით მოსკოვშიც კი თავისი პირველი იერარქი. და ეს სამართლებრივად გააფორმა იმით, რომ აი რადგანაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უნიის მოლაპარაკებაში შევიდა კათოლიკებთან, გამომდინარე აქედან, ამიტომ მან მისცა თავის თავს უფლება, რომ შემდეგ განვითარდა მოვლენები და სულ ცოტა ხანში უკრაინის ტერიტორიაზეც მანამდე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ტერიტორიაზეც გაავრცელა თავისი უფლებები და იქაც დანიშნა თავისი იერარქი, შემდეგ გამოაცხადა პატრიარქობა რუსეთში და აქაც სწორედ აი ამ მოტივით გაამართლა, რომ კონსტანტინოპოლი აღარ არსებობს, ზოგი არის სტამბული და მესამე რომის იდეა აიღო მოსკოვმა და ქრისტიანობის ფარველი და გადამჭერის ამ იდეაზე. ბუნებრივია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამის გავლენები აღარ ჰქონდა, შესაძლებლობა არ ჰქონდა, მის უკან სახელმწიფო აღარ იდგა და რამოდენიმე დოკუმენტი მიიღო, რომლითაც აღიარებდა როგორც პატრიარქობას რუსეთში, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის იურისდიქციის გამწობას. შეიცვალა ვითარება და ჩვენი მეხუთე ადგილის ამბავიც ვთქვათ ბარემ, ჩვენი მეხუთე ადგილი ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. არა, ჩვენი მეხუთე ადგილი რომ მიანიჭა რუსეთის ეკლესიას, მაგას გულისხმობს. ეს როდესაც ეს რა პერიოდია არსებობს 4 ძირითადი, უბრალოდ 5 ძირითადი ეკლესია, პირველი ქრისტიანების ასე ვთქვათ პერიოდი, ამ შემთხვევაში უკვე მე-4 საუკუნიდან დაწყებული, ეს არის რომის ეკლესია, კონსტანტინოპოლის ეკლესია, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოები. ეს 5 ეკლესია არსებობს, დანარჩენი ასე ვთქვათ არის ამ იურისდიქციაში, ამ ეკლესიების ეს ბუნებრივი მომენტიც არის, იმიტომ რომ აი სწორედ მაშინ იქ ჩამოყალიბდა ეკლესიები და შესაბამისად ეკლესია ანტიოქია შესაბამისად ესენი ინარჩუნებდნენ ლიდერობას, შემდეგ როდესაც მოხდა გაყოფა რომის ეკლესია ავტომატურად ჩამოცილდა, აი ეს აქ ხედველობაში ალფეებს როცა საუბრობს, რომ რომის ეკლესია გავიდა მართლმადიდებლური სივრციდან და კონსტანტინოპოლი გახდა პირველი ეკლესია. ჩვენ იმ პერიოდში არ იყო ასეთი კომუნიკაციები, ახლა შუა საუკუნეებში თუ ადრეულ საუკუნეებში და ამ შემთხვევაში ჩვენი შესაბამისი ადგილი ჰქონდა, მაგრამ როდესაც უკვე აი ყოველივე მსოფლიო დონეზე გაჩნდა, როდესაც მედია გაჩნდა, როდესაც სახელმწიფოები სულ სხვა დონეზე ავიდნენ, ამ შემთხვევაში მე-18 საუკუნე მხედველობაში, ჯერ მე-18 საუკუნე უკვე საქართველოს არ არის ის სახელმწიფო, რომელიც დიდ როლს თამაშობს რეგიონულ სტრუქტურებში, მე-19 საუკუნე საერთოდ დაპყრობილი ვართ და შესაბამისად ჩვენ ამოვარდით აი ამ სისტემიდან. ანუ მაშინ რუსეთმა ავტოკეფალია გააუქმა საქართველოს ეკლესიის. აი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. გააუქმა, ასე შეეძლო გაუქმება, იმიტომ რომ გამკითხავი არავინ არ იყო. გამკითხავი, უბრალოდ ქვეყანას პატრონი არ ყავდა. ქვეყანას პატრონი არ ყოლებოდა დაპყრობილი იყო, მაგრამ დაპყრობილი ვიყავი მანამდეც. ძალიან პრეხელური რამე დანარჩენი 4 ეკლესია დაიხოცა. არ ჩვენ აი ეს უმეტესი ეს ტერიტორიები კონსტანტინოპოლი ჯერ მარტო თვითონ ადგილმდებარეობით შეუძლია მაყურებელმა კონსტანტინოპოლი თურქეთის ხელშია, ალექსანდრია აფრიკაში მუსულმანთა ხელშია, იერუსალიმი აქ თურქული მანდატია, მაშინ
დამასკოში, ანტიოქიაში არაბები არიან. ამიტომ აი ასეთი ესე ვთქვათ ჩქეფარე ცხოვრებით არ ცხოვრობს არც ეს ეკლესიები, თუმცა ყველა საერთაშორისო შეკრებაზე ჩვენ ენაზე რო ვთქვათ შეკრებებზე რამოდენიმე ასეთი გაიმართა, სადაც საქართველოს საპატრიარქო არის მოხსენიებული. ავტოკეფალის აი სწორედ მეხუთე ადგილზე. მეხუთე ადგილზე დაუშვათ იგივე როდესაც კვლავ ეს კრებები ძირითადად იმართება ამ შემთხვევაში კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის დიალოგის თემა მე-14 საუკუნეში, მე-15 საუკუნეში ქართველი წარმომადგენლები ესწრებიან ამ სხდომას, იგივე ფლორენციის სხდომა და ასე შემდეგ და სწორედ იქ როცა ჩამონათვალი არსებობს, ახლა პირდაპირ დოკუმენტი, რომ დიპტიხი როგორ იყო, როგორც ახლა ჩვენთან არის ასეთი წერილობის სახით, ყოველ შემთხვევაში ამდენს მე ვიცი არ მოგვიპოვება, მაგრამ არსებობს მასალები, რომ აი ამ შეკრებებზე როგორ მოიხსენიება, იქ ხომ ვინ როგორ არის განლაგებული, რა ადგილი უკავია საქართველოს წარმომადგენელს და აი სწორედ ყველა ამ დოკუმენტით აი ამ პერიოდის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ მე-16 და მე-17 საუკუნე სანამდე არის ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილი მასალები, ჩვენ ყველგან ვართ მე-5 ადგილზე მოხსენიებული. მე-5 ადგილზე მოხსენიებული, აი ამ შემდეგ უბრალოდ მე-17 საუკუნე, მე-18 საუკუნე მოიხსენება ჩვენი მდგომარეობა ქვეყანაში, ამ დროს რუსეთის სახელმწიფო იზრდება და ავტომატურად შეიძლება ესე ითქვას, რომ აი ეს სამხრეთელი ტერიტორიები იმ ძირითად ეკლესიებს დარჩა და ჩრდილოეთი მხარე თავისთავად იმათგან ჩრდილოეთი, მათ შორის უკვე ჩვენს რუსეთის ეკლესიამ წაიღო და ახლა დარჩენი ეკლესიები, როგორიც არის იგივე თუნდაც სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთის ეკლესიები, ესენიც იბრძვიან ასე ვთქვათ თურქეთის ოსმალეთის წინააღმდეგ, ზოგს აქვს გარკვეული ურთიერთობა კონსტანტინოპოლთან, ზოგს არ აქვს, ზოგმა მიიღო, ზოგმა 1870 წელს მიიღო, ზოგმა მოგვიანებით, ზოგმა მე-20 საუკუნეში მიიღო და ავტოკეფალია და ასე შემდეგ. მაგრამ ამ პროცესებიდან მოიხსენება და ახლა ბულგარეთი, რუმინეთი ევროპაში გეოგრაფიულად უფრო ახლოს არის და ამ კვეთხით ინტერესდება მსოფლიო, ჩვენ ვართ შავი ზღვის აქეთ გეოგრაფიულად დაშორებული, არავინ არ ინტერესდება, საკუთარ ეკლესიას არ აღავს პარტნიორი, ერთადერთი თვითონ არის თავის პარტნიორი და მისმა უწმინდესობამ ეს სამართლიანობა აღადგინა, იბრძოლა, რომ საქართველოს ეკლესია მიიღო ტომოსი არა როგორც 1953 წელს რუსეთის დედა ეკლესიის მიერ მიცემული დოკუმენტის საფუძველზე, არამედ მიიღო ისტორიული დოკუმენტები საფუძველზე და ჩვენ ტომოში პირდაპირ არის ჩაწერილი ეს, რომ რაც მას ეკუთვნოდა ისტორიულად რაც მას ეკუთვნოდა, აი ეს ტომოსი ჩვენ მოგვცა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავის დროზე მე-5 საუკუნეში, შემდგომ ვახტანგ გორგასლის დროს ანტიოქიიდან მივიღეთ, კიდევ არაბობის შემდეგ კიდევ დაგვჭირდა ჩვენ დამტკიცება და უკვე გიორგი მთაწმინდელის ჩაერთო ამ საქმეში და უკვე კონსტანტინოპოლიდანაც დაამტკიცა, რომ ანტიოქიიდან მიღებული ჰქონდა კონსტანტინოპოლმაც დაგვიდასტურა, ასე რომ მისმა უწმინდესობამ გააგრძელა ეს დიდი მამების და დიდი მოღვაწეების ხაზი და მაშინ როდესაც ქვეყანაში ამაზე არავინ არ ფიქრობდა, მისმა უწმინდესობამ გამჭირდა რომ 40 წლის მერე და 50 წლის მერე ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იქნებოდა და აი შეიძლება თქვა აი დროს გაუსწრო და აი დღეს ჩვენ ვიმკით იმ შედეგს, რაც 50 წლის წინ მისმა უწმინდესობამ დათესა და მივიღეთ ტომოსი და კიდევ უფრო მეტი. არა მარტო საქართველოში ეს კომუნისტების პერიოდია, ეს ჯერ ათეისტური სახელმწიფოა. როცა მისი უწმინდესობა აი იბრძვის და იღწვის ამისთვის და იქ გარკვევი წერია კავკასიის წმინდა მიწაზე. ამჟამად საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია. ანუ სოფლიოს საპატრიარქომ
აღიარა საქართველოს ეკლესია კავკასიის თელ ტერიტორიაზე. ანუ ორივე ჩრდილოეთ სამხრეთი. იქ არ წერია ჩრდილოეთი სამხრეთი, წერია კავკასია, ამიტომ ორივე მხარე არის სწორედ კავკასია, არის საქართველოს მართლმადიდებლური სამყარო, ცნობს საქართველოს ეკლესიას აი ამ ტერიტორიაზე. აი კიდევ ვიმეორებ, აი ეს არის მისი უწმიდესი უდიდესი ღვაწლი. შემდგომ, ბუნებრივია, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეკლესია იბრძოდა მე-6 ადგილისთვის. ჩვენ ეკლესიას არ განუცხადებია მე-5 ადგილზე პრეტენზია, ეს ობიექტურად უნდა ვაღიაროთ და არ განუცხადებია, იმიტომ რომ პრაგმატული მოსაზრების გამო მაშინ როდესაც სოფლიო ეკლესიების ძალიან დიდი ნაწილი ახლო და პარტნიორულ ურთიერთობაში იყო რუსეთთან, არავინ ჩვენს გამო არ გაიბიჭებდა მას ურთიერთობას და არ დაუპირისპირდება და შესაბამისად ჩვენ მე-6 ადგილისთვის ვიბრძოდით. რუსეთმა იცოდა ეს ყოველივე და ისიც ამ კუთხით ღიად აფიქსირებდა, რომ ჩვენ მე-6 ადგილი გვეკუთვნის და როდესაც მოხსენიება ხდება რუსეთის პატრიარქის მიერ რიგითობის საქართველოს პატრიარქს მე-6-ზე, კირილეს შემდეგ თავის შემდეგ მოიხსენიებს, რაც ავტომატურად, ასე ვთქვათ, ნიშნავს ამას. სერბეთის აღიარებს მე-6 ადგილზე. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ აი ამ სიტუაციაში ეს იმ კუთხითაც იყო, რომ არ გვინდა ომი ზოლა ერთმანეთთან და ჩვენს ეკლესიას რა მე-6 და რა მე-9 კაცმა რო ხო, აი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამ ხრივ განსხვავებული სიტუაცია ჰქონდა. ის მე-9 ადგილზე, ანუ ყველა საპატრიარქობი, ყველა პატრიარქის ბულგარეთის, სერბეთის, თუმცა სერბეთის საპატრიარქო პრეტენზიას არ აცხადებდა, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ეკუთვნის წინ, მაგრამ ახლა ნებაყოფლობით ვინ ქართველები ვართ, მარტო რომელიც ოღონდ მობზამდით და ჩვენი წაიღეთ რაც გინდა, სხვა რატო იტყვის ამის შესახებ და აი თვითონ თავისთავად აქ პრობლემა ალფეევის განცხადებაში სულ სხვა რამ არის. სანამ გადავალთ პრობლემ დიახ ამ პრობლემაზე. აი ეს მინდოდა აუცილებლად მეკითხა თქვენთვის რომ ის როდესაც ჩვენ აი ხედავთ ხო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია რომ მიენიჭა ამას ჰქონდა თავისი საფუძველი. აი თქვენც აღნიშნეთ და გაიხსენეთ ისტორია რომ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია შედიოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და მან თავისი განკარგულებით საერო ენაზე რომ ვთქვათ გადასცა ეს მოსკოვის საპატრიარქოს. ანუ მას აქვს თავისი განკარგულების გაუქმების აი ახლა და აი საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ხო ეჭვი, ხა მე მესმის რომ რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო სამართალს მიყვება, შესაბამისად ალბათ ეკლესიაც არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც მიყვება საეკლესიო სამართალს. რა სამართლებრივი საფუძველი აქვს თუ ეკნებოდა მაშინ ჩვენ რომ ტომოსი მიგვეღო 1953 წლის მდგომარეობით რომ რუსეთმა როგორ შეუძლია ამისი გაკეთება? აი აქ ერთი რამ არის, რაც შეეხება ანუ ეს სამართლებრივად რომ ესე იგი კონსტანტინოპოლმა გააუქმა ის მისი წერილი, რომელიც იყო ზეწოლის შედეგად მიღებული და მან დაამტკიცა, რომ ეს იყო ზეწოლის შედეგად მიღებული. ისევე როგორც ჩვეულებრივ სასამართლო პროცესში ჩვენება, რომელიც ზეწოლის არის მიღებული, ის ბათილად ითვლება. ამიტომ თუ აქ ჩვენ შარზე არა ვართ და ასე ვთქვათ, მხოლოდ კუნთებზე არ ვიყურებით, სამართლებრივად კონსტანტინოპოლმა სწორი ნაბიჯები გადადგა. და დასვა საკითხი, რომ ისე როგორც ჩვენ შემთხვევაში რუსეთთან მე-5 მე-6-ზე დავა რო არ გავაგრძელებთ, ისე ნუ იზამთო. ისე ნუ იზამთო, რომ აი ისეს გავაუქმოთ, რომ აი ეს ტომოსის გარეშე რომ მიიღეთო. თვითმარქვია ეკლესია რო გამოაცხადია და თვითმარქვია პატრიარქი რო დაისვითო. ასე ამ დონემდე ნუ შევალთ კონფლიქტში. ამიტომ ცხოვრება ეს გრძელდება და რუსეთს რა შეუძლია ამ შემთხვევაში აიღოს სამართლებრივ საფუძვლად, თუმცა სამართლებრივად რუსეთი ვერაფერს ვერ აიღებს. სამართლებრივად ვერაფერს ვერ აიღებს. რუსეთს ერთადერთი რაც შეუძლია, რომ ხელი აფათუროს საქართველოს საქმეებში და ისიც მხოლოდ მისი ერთგული ლაქიების, აგენტურის და ავანტურისტების მეშვეობით. თუ საქართველოს ხელისუფლება ამ საცეცებს წააჭრის, არც არაფერი არ შეუძლია.
აი აქ არის, მას შეუძლია. თქვათ ასე, როგორ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას წააჭრას საცეცები? დაიჭიროს აგენტურა? მარტივი თემა არის. უბრალოდ შექმნას ისეთი წესრიგი და აღშენილობა დაიწყოს ქვეყნისა, სადაც ავანტურისტების და აგენტების ადგილი არ იქნება. შექმნას შეფასებათა ერთიანი სკალა. როდესაც იგივე ჩვენ საუბრობთ, რომ გუშინდელი მოსამართლე ცუდად რო იქცევა და დღეს კარგად იქცევა და ამიტომ უნდა ვაპატიოთ, ამ დროს ნებისმიერს აქვს უფლება მორალურად თავის თავში მოძებნოს ის არგუმენტი, რომელიც მას უნდა. სხვადასხვა მამკაც აუცილებლად უნდა გავიხსენო, აი კოაბიტაციის პირველი ტალღა, როცა პირველი ტალღა კი არა, როდესაც დაიწყო, მე ვიყავი ამის წინააღმდეგი, იმიტომ რომ ვთქვათ, აი ახალი ჩინოვნიკი, ან ვთქვათ პოლიტიკოსი, რომელიც გამოჩნდა არენაზე 2012 წლის შემდეგ, როცა დაინახა წინამორბედი არ დაისაჯა, ეს იქნებოდა წამახალისებელი იმისთვის რომ იმიტომ რომ იმას თუ შერჭა მე რატომ და პრინციპში მართალიც არის არა ლოგიკურად რატო იმას თუ იმდენი შერჭა მეც გავაფუჭებ თან იმაზე ცოტა მეც უნდა შევჭრა აი სწორედ ეს მომენტები არის როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების შენელობა არ მიდის როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ სახელმწიფოს ასე თქვა დუმილის ფონზე ეს დანაშაულებრივი დუმილის ფონზე ხდება ანტიეკლესიური ქმედებები ამ დროს რა თქმა უნდა შეზღუდულია საქართველოს ეკლესიის შესაძლებლობა იბრძოლოს იმისთვის რომ საერთაშორისო ეს თქვა ეს იმ ტერიტორიაზე რომელიც თქვა კონტროლდება ჩვენი ხელისუფლება არა კონტროლს მიღმას რისი დანაშაული იქით იყოს რისი დაშავება შეუძლია აი ცხინვალის შემთხვევაში ცხინვალი უფრო მე მგონი საბერძნეთის ერთ-ერთ განკვეთილ ეკლესიასთან მეგობრობს ხო აი აფხაზეთთან მიმართებაშიც და აი იქაც ხო არ შეიძლება მოხდეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და რუსეთის საპატრიარქოს დაპირისპირება ჩვენც რომ ორი დაჯგუფება არის არა რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე აპლიასი რომელიც ცალსახად მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და დოროთეი დბარის რომელიც არის კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში არა მაგრამ ნუ კეთილგანწყობლნი არიან და ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა და კომუნიკაცია იქ შეიძლება რომ აი ეს დაპირისპირება და აი ერთმანეთის ჯინაზე რაღაც თქვა მოიმოქმედონ აფხაზეთის ეპარქიაში ეპარქიის გამო მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებმა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ კონკრეტულ სანამ ამ შეკითხვაზე გავცემთ პასუხს პროცესი რომელიც მიდის უკრაინაში. დღეს თუ არა ხვალ ეს პროცესი უკრაინის სასარგებლოდ დასრულდება. აუცილებლად. დღეს თუ არა ხვალ როგორც კი გაიზრდება უკრაინის სახელმწიფო შესაძლებლობები. როგორც კი ელემენტარულად ახლა ვიც ყოფილა უკრაინაში და ახსოვს იცის აი ახლა ჩვენს ახალგაზრდობაშიც უკრაინული არ იცოდა მრევლის კი არა უკრაინელების 80%-მა უკრაინულად ვერ საუბრობდა და არ საუბრობდა. როდესაც ფაქტობრივად რუსული ენა იყო ყოველდღიური ურთიერთობის ენაც, არა მარტო დაუშვათ აღმოსავლეთთან სამხრეთ უკრაინაში, არამედ ცენტრალურ უკრაინაში და ბევრ შემთხვევაში დასავლეთ უკრაინაშიც კი. ძალიან მცირე ადამიანი, როგორც კი გაიზრდება უკრაინის ენათა მცოდნე, ავტომატურად გაუშვება სურვილი მის ენაზე მოისმინოს წირვა. ავტომატურად გაუშვება სურვილი შეიქმნას უკრაინულ ენაზე. ანუ ის უკრაინის იმ ეკლესიაში რომელიც არის მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში რუსულად არის წირვა. რუსულად არის წირვა. და უკრაინის ეკლესიაში ავტოკეფალია მიიღო იქ უკრაინაში. აი ახლა იწყება იმიტომ რომ ნაწილი არის თარგმნილი, ნაწილი თვითონ იქ სხვადასხვა კონდაკები, სხვადასხვა რიტუალისთვის საჭირო წიგნები, თვითონ კადრების მომზადებაც. ასე მარტივად არ არის. ეხლა ჩვენ საქართველოში ეს მარტივად გავიარეთ. და ჩვენი თარგმნელობითი სკოლა ცნობილი. ცნობილი ესე და მეორე თუნდაც, აი მე ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს თბილისის უბრალოდ ყველა ეკლესია იყო რუსულენოვანი. წირვა, ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. რატომ? იმიტომ რომ იყო რუსი მრევლი. სიონი იყო მარტო ქართველი მრევლი და სიონში მიდიოდა წირვალოცვა ქართულად და ქაშვეთის ზედა ტაძარში. დანარჩენ ტაძრებში, აი ბარბარეში იქნება, ღვთისმეტყველი იქნებოდა, დიდუბე იქნებოდა, წმინდა ნინო იქნებოდა, ყველგან რუსი. რატო? იმიტომ რუსი მრევლი იყო. მოვიდა ქართველი მრევლი ეკლესიებში და ავტომატურად ქართულენოვანი წირვა იმართება. იგივე თუნდაც ალექსანდრე ნეველში იმართება ქართულენოვანი წირვები, მაგრამ სრულდება ასევე რუსულ ენაზეც. რუსულ ენაზეც და სხვადასხვა რუსეთი და როა მოძღვარი ჩამოსული, ის ასრულებს რუსულ ენაზე. ბევრმა ქართველმა მღვდელმა უკვე რუსული აღარ იცის. იოანე ღვთისმეტყველში არის ძველი მღვდლები, რომელსაც რუსული იციან, ქართული იციან. ქართულადაც ასრულებენ და რუსულადაც ასრულებენ.
ამიტომ ახალგაზრდებმა აღარ იციან. ამიტომ ბუნებრივად შეიცვალა გარემო და დღეს ადამიანებს აღარ უყვეს. მაგრამ კიდევ გიმეორებ, მე რო ეკლესიაში მივედი 70-იანი წლების ბოლოს, ყველა ეკლესიაში, ალექსანდრე ნეველში იქნებოდა თუ სხვაგან, მხოლოდ და მხოლოდ რუსულად იყო წირვები. და ჩვენ ახლა ალექსანდრე ნეველს რატო ვახსენებ? წინვალი მოძღვარი მამა ვიტალი სიდორენკო და ეპისკოპოსი ზინობი და ჩვენ მივდიოდი და ამ შემთხვევაში არ ქონდა მნიშვნელობა ქართულად მოვისმენდი, რუსულად მოვისმენდი. მაშინ დღეს მოვიდა მრევლი და არის ქართული. ასევე მოხდება უკრაინაში. მოვა ახალგაზრდა მრევლი, რომელიც ავტომატურად უკრაინულად დაიწყებს საკითხებს და შესაბამისად ეს მოძღვრებიც ასე კუთხე. მეორე საკითხი, მოსახლეობა, ნელ-ნელა გენერაცია იცვლება, სულ სხვა არის საბჭოთა სისტემაში აღზრდილი ადამიანები და სულ სხვა იქნება დამოუკიდებელ უკრაინაში აღზრდილი ადამიანები, უკრაინული სახელმწიფოს პატრიოტები. არა აქვს მნიშვნელობა ეთნიკურად ქართველია თუ რუსი, რამდენი ეთნიკურად რუსი ყავს ჩვენ საქართველოში და ვერ გაარკვევ რომელი უფრო პატრიოტია და ბევრი მათგანი რუსულიც კი არ იცის. საქართველოში მცხოვრებმა რუსებმა და განსხვავება არ არის და მეგობრები ყავს ძალიან ბევრი ასეთი გვარის მატარებლები, არანაირი განსხვავება. უკრაინაშიც დაიწყება ეს პროცესი. ანუ ბუნებრივად დღეს თუ არა ხვალ უკრაინა, რომელიც 40 მილიონიანი სახელმწიფოა, წარმოიდგინეთ, ამხელა სახელმწიფოა. ავტომატურად თავის უფლებებს გაიზრდის და ამ უფლებების გაზრდას ავტომატურად მოყვება ეკლესიის უფლებების გაზრდას, უკრაინელოვანი ადამიანების უფლებების გაზრდას. შესაბამისად დღეს თუ არა ხვალ ვერაფერს, არათუ საქართველოს, რუსეთი, უკრაინასაც ვერაფერს ვერ უზამს. თუ უკრაინის სახელმწიფო დადგება ფეხზე და ამ პროცესებს შეუწყობს ხელს. ასევე ქართული სახელმწიფო თუ დადგება ფეხზე, ამ პროცესებს შეუწყობს ხელს. ახლა კონკრეტულად რა რუსეთს ცალკე პრობლემა ექნება, იგივე აფხაზეთში ახლა დბარის ნაწილი იქნება თუ ცხინვალში, იქაც ორი ეკლესია არის. იქაც ორი ეკლესია. ამიტომ კი შეუძლია მას დამატებითი პრობლემები შექმნას. შეუძლია დამატებითი პრობლემები, მაგრამ გადამწყვეტი. არ მგონია დიახ რომ მანე ხა აღიაროს. მაგრამ გადამწყვეტი მიერთოს შეუძლია ეპარქია. ნუ რომ მიერთებული აქვს ფაქტურად აფხაზეთს კურირებს ადიღეის ეპისკოპოსი ის კურირებს აფხაზეთს. მე არ ვიცოდი ადიღეს თუ ეპისკოპოსი და ვიყავს რუსული ენოვანი რუსული მოსახლეობის. რუსული მოსახლეობის ადიღეს ეპისკოპოსი კურირებს და რამოდენიმე მღვდელი, ორი მღვდელია დარჩენილი ჩვენგან ნაკურთხი თავის დროზე, აპლია და სასანია. რომელიც სასანია დბარის მასში არის ჯგუფში და ერთი რამოდენიმე მღვდელი აკურთხა, რა ქვია, ადიღეს ეპისკოპოსი. არ ქონდა უფლება არანაირი. რა თქმა უნდა, ამის უფლება არ აქვს და შესაძლოა რუსეთმა ეს ძალიან კარგად იცის. და ერთი მომენტი კიდევ რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ ამით ის საბოლოოდ გადაიჭრის გზას გარკვეულწილად ჩვენ ესეც უნდა ვაღიაროთ, რომ მორწმუნე საზოგადოებაში რაღაც ჯგუფი არსებობს, რომელიც რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, რუსულ მართლმადიდებლობას ძალიან დადებითად და ესე თბილი თვალით უყურებს და ნუ საბოლოოდ გადაიჭრის რუსეთი ამ ხალხთანაც მისასვლელ გზებს და ისე როგორც 2008 წლის ომმა და აფხაზეთისმა ბევრ აგენტურას მოუსპო საქართველოში იმის თქმის საშუალება, რომ აი რუსეთისკენ გავიხედოთო მათი მოქმედებების გამო, ასევე ის ამით ძალიან დიდ ხეირს ვერ ნახავს, თუმცა დამატებითი პრობლემების შექმნა შეუძლია, მაგრამ აქ არ არის მთავარი, აი როცა ჩვენ საუბრობთ, იცით, როცა უკრაინის ტომოსის აღიარებაზეა საუბარი, აქ ჩვენ ხელოვნურად, აი აქ არის ყველაზე მთავარი და ეს მინდა საზოგადოებას ხელოვნურად ხდება ესკალაცია მოვლენების და დრამატიზება. პირველი არც სოფლიო საპატრიარქო. მე როგორც მივაქცია, ყურადღება ათეისტები აქტიურობენ. დიახ, სწორედ ამაშია, არც სოფლიო საპატრიარქო და არც უკრაინის ეკლესია არ გთხოვს დღეს ჩვენ ახლავე რაიმე გადაწყვეტილების მიღებას. და მათიცია, რომ ეს ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ ვაღიაროთ უკრაინის მეორე მომენტი, რომელიც არის თვითონ ტომოშიც წერია, რომ აი ინტრონიზაციის შემდგომ უნდა მიმართოს უკრაინის პირველი იერარქმა სხვა ეკლესიებს დაამყაროს კავშირები, ეს ანიშნავს ექვარისტიულ კავშირს. ადამიანური კავშირები, ურთიერთობები და რაღაცა, ესე რომ კომუნიკაცია თანამედროვე ენაზე, ასე რომ ეს ითვალისწინებს დიდ პროცესს.
თვითონ ის ფაქტიც კი, ეხლა თვითონ უკრაინის შიგნით არის პრობლემა, როდესაც პატრიარქის ინტრონიზაცია ხდება ოფიციალურად მუზეუმად გამოცხადებულ ტაძარში. ის ტაძარი არის ოფიციალურად მუზეუმად გამოცხადებული და დროებით აი ამ ღონისძიებისთვის ათხოვეს ეკლესიას და იქ ჩატარდა ესწრებოდა ხელმძღვანელობა უკრაინის და სხვადასხვა არავინ უკრაინის საპატრიარქო ანუ როგორ ისე იქცევა რა ზომიერად უკრაინის ეკლესია ამის თქმა მინდა ის ცდილობს არ ჩააყენოს უხერხულში იყო მარტო წარმომადგენელი მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და ძალიან საინტერესო დეტალია ეს რატომ მოხდა მე არ ვიცი მართლა იყო თუ არის რამდენი ინფორმაცია არ მაქვს რომ ჩაფრინდა კიევში მაშინვე სამონტყოფოში აღმოჩნდა ვინა აი წარმომადგენელი რომელიც ასე ვთქვათ უნდა მისულიყო ამ ღონისძიებაზე ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი ეხლა ამიტომ მთელი მსოფლიო ამას უყურებს ძალიან სერიოზულად როგორც ხდება პროცესია არავინ არ ჭირდება აი როცა საქართველოში ეს პროცესი ისტორიულ სახეს ღებულობს და ასეთი ისტერიული მხოლოდ და მხოლოდ რუსეთში აქვს სახე ამ პროცესს ავტომატურად ფიქრობ რა რომ ეს ორი ისტერია ერთმანეთთან ხო არ არის ორგანიზაციულ კავშირში იმიტომ არავინ არ გთხოვს ამას აქ არის ამავე დროს კიდევ სხვა საკითხები რომელიც გასარკვევია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან იმიტომ რომ ტომოში არის ჩაწერილი ორი ძალიან საყურადღებო მინდა რომ აუცილებლად იცოდეს ეს მაყურებელმა ძალიან საინტერესო მომენტი არის ტომოში ის რომ მანამდე სანამ უკრაინის ეკლესია მიიღებდა ავტოკეფალიას და უკრაინის ეკლესია შედიოდა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და უკრაინის თქვათ ასე ვთქვათ ეკლესიის ხელმძღვანელი იყო რუსეთის პატრიარქის შემდეგ პირველი პირი რუსეთის ეკლესიის სასულიერო პირთა იერარქიაში ნუ გასაგებია რომ უპირატესი პირი იყო რუსეთის პატრიარქი. ხოჭ იმ ტომოში რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გასცა უკრაინის ეკლესიისთვის იქ პირველი პირი გამოდის კონსტანტინოპოლის პატრიარქი. ხო სწორად გავიგე მე მგონი ის ჩანაწერი. მეტნაკლებად. აი სწორედ აი აქ არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. დამოუკიდებელია ყველაფერი, მაგრამ იქ მაინც არის ერთი უმთავრესი მომენტი, რომელზედაც უნდა გავამახვილოთ ჩვენ საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ აი დაწყებული იმ ძველი აი მესამე რომის იდეიდან დაწყებული ეს დავა მიმდინარეობს კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის. ეს დავა სხვათა შორის პიკზე ავიდა სტალინის დროს, რომელმაც მოინდომა მოსკოვი ექცია მართლმადიდებლობის ცენტრად. მოინდომა და ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ყველა მართლმადიდებლური ეკლესიები მოსკოვის ფრთების ქვეშ შეეკრიბა. ხათაშის უკაცრავად რომ გაგაწოდეთ, აი ხა გამიჩნდა ეს აზრი. 1953 წელს ხო პრინციპში სტალინს მიაწერენ იმას, რომ მან აღორძინა საქართველოს თქვათ ეკლესია. იმიტომაც ხომ არ აბოძებინა მოსკოვის რუსეთის პატრიარქს. თქვათ ეს აღიარა საქართველოს ეკლესია, შემდეგ თუ რამე მოსკოვის საპატრიარქოს ქონოდა საშუალება დაემორჩილებინა ქართული ეკლესია. დამორჩილებაზე არ. რამოდენიმე მიზეზი თქვენ არსობრივად სწორს ამბობთ. რამოდენიმე მიზეზი იყო. პირველი ის, რომ სანამ ხდებოდა თავდაცვითი ბრძოლები, საბჭოთა კავშირს მოსახლეობის მინიმუმ ლოიალობა, მაქსიმუმ ხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა, იმიტომ რომ მოდის მტერი, იქ სადაც მე ვარ და მესვრის. ნუ ბუნებრივია მომწონს, არ მომწონს ხელისუფლება, მე მივდივარ საბრძოლველად. მაგრამ როდესაც უკვე დაიწყო ევროპის შეტევაზე გადასვლა ევროპის ტერიტორიების, აქ მას ჭირდებოდა მორალური მხარდაჭერა. მეორე მომენტი, ეს მორალური მხარდაჭერა შეიძლება ვიღაც ეფიქროს, რომ რაღაც უნდოდა, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გერმანიამ აღადგინა ყველა დახურული ეკლესია საბჭოების მიერ. ხათაშის ეხლა ვრცელდება ინფორმაცია არც ისე სადისტურად იქცეოდნენ, რა? როგორც საბჭოთა პროპაგანდა გვიყვება. რა თქმა უნდა, იქ დაიწყო ფუნქციონირება ეკლესიებმა. შესაბამისად, სტალინს უკვე აღარ შეეძლო. აღარ შეეძლო, კვლავ დაეხურა და ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ეს ეკლესიები ყოფილიყო მოსკოვის ჯობდა რომ მის დაქვემდებარებაში ყოფილიყო ალტერნატივა გაეჩინა ალტერნატივა კიდევ უფრო მეტი მოსკოვის საპატრიარქო 10 წლეულობის განმავლობაში იტანდა სუროჟის ეპარქიაში მღვდელმთავარს ანტონ სუროჟელს ეს არის ბრიტანეთის ტერიტორიაზე მის თავისუფალ ქადაგებებს
იტანდა იმიტომ რომ ხელი არ მიუწვდებოდა ბრიტანეთის მრევლზე. და ისევ ერჩივნა რომ ანტონ სურაჟელი ყოფილიყო მოსკოვის დაქვემდებარებაში იურიდიულად და სიტყვიერად ეთქვათ ალექსი პირველისგან და იმისგან რომ შენ როგორც გინდა ისე იმოქმედე როგორც იურიდიულად აი შენ მოქმედებას ნუ გააფორმებო. და ისიც სარგებლობდა ამ მომენტით და შესაბამისად ჩამოაყალიბა ძალიან ესეთი აქტიური, თანამედროვე მართლმადიდებლური მრევლი და სხვა შორის შემდგომ უკვე რუსეთის გაძლიერებასთან ერთად მას კონფლიქტი მოვიდა სწორედ ილარიონ ალფეევთან და ეს კიდევ სხვა თემა არის. იტანდა სხვებსაც, იმიტომ რომ ალტერნატივა მას არ ქონდა. შესაბამისად გააძლიერა რუსული საპატრიარქო სტალინმა და დაისახა მიზნად რომ მოსკოვის ასე ვთქვათ როგორც ხა წერილში თქვა რა ილარიონ ალფეევა მოეშთო კონსტანტინოპოლის აი სწორედ ეს მომენტი არის ამას მოყვა შემდგომ პერიოდში იგივე ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალის აღიარება ესეც შემთხვევით არ მომხდარა ძირითადად უბრალოდ იცვლება პირობები როდესაც ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა მოსკოვის საპატრიარქომ სხვა შორის ამას არ ცნობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დიახ ვიცი და როცა აღიარა მაშინ ამერიკის ეკლესიის ძირითადი მრევლი ეს იყო რუსეთიდან ემიგრირებული მართლმადიდებლები მაგრამ მთელი ამ 40-60 წლის განმავლობაში შეიცვალა გენერაცია და დღეს ამერიკის ეკლესიაში არის ძირითადად ამერიკელი მრევლი. უკვე შეიცვალა, უკვე აღარ არის რომ დაუშვათ ის მიბმა რაც ქონდა რუსეთიდან წასულ მოღვაწეებს ამერიკის ტერიტორიაზე ისწავლა წავიდა და დღეს მოვიდა უკვე სუბდა ამერიკელები აი ამის ნათელი მაგალითია ცნობილი ყველასთვის ცნობილი სერაფიმ როუზი და მისი საქმიანობა და სხვები და დღეს უნდა ნახოთ ამერიკაში აი ქართველი ეპისკოპოსები ან სასულიერო პირები ან მრევლი როცა ჩადის აი ბუმი არის მართლმადიდებლობის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მონასტერზე იხსნება სხვა შორის ძალიან ბევრი ქართული იურისდიქციაში შემოვიდა სამრევლოები ალიასკაზე და სხვაგან და თუნდაც ის ფაქტი რომ ტრამპის ინაუგურაციაზე უკვე მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იყო მიწვეული თუმცა მას სტატუსი იზრდება თუმცა მას სიტყვა არ ათქმევინეს იმიტომ რომ იმდენი არ არის ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული და შესაბამისად აი ეს იდეა ქონდა თავის დროზე რუსებს მაგრამ ამ იდეის რეალიზება ვერ განახორციელეს ამ იდეის ზიარდა მით უმეტეს დღესაც ვერ განახორციელებენ ამის და რა მინდა გკითხოთ გასულ კვირას გამოქვეყნებულა ინფორმაცია ინტერვიუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელთან თურქულ ერთ-ერთ გამოცემაში და იქ აი ესეთ რამეს ეკითხებიან რომ აი ხო არ იყო ზეწოლა ვთქვათ ანკარი და წარმომადგენელი გვარ დამავიწყდა ეხა არ არის სასურველი პირი ადვოკატიო იურისტიო ეწერა ეწობა საპატრიარქოს იურისტია რომ ორჯერ თხოვა პუტინმა ანუ მოსკოვმა ჩარევა ერდოღანს თქო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში 2008 წელს და 2018 წელს მაგრამ ორივეჯერო ერდოღანმა უპასუხა რომ ეს ჩვენ საერო სახელმწიფოა ჩვენ არ ვერევით თქო ეკლესიის საქმეში და ამიტომ ეკლესია დამოგრებად ფუნქციონებს და ჩვენ ვერ ჩავერევითო აი აქ ამ ეს მაგალითი განზრახ მოვიტანე აი ჩვენი მაყურებლისთვის რომ თურქეთი რომელიც ამ ეტაპზე არის სტრატეგიული პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი რუსეთის ისინი მათ თითქმის ანტიდასავლური კოალიცია შექმნეს რა ირანთან და რუსეთი, ირანი და თურქეთი ეს არის ფაქტობრივად გაუფორმებელი, მაგრამ ანტიდასავლური კოალიცია და ამ პირობებშიც კი ერდოღანი პირიქით, ანუ იცის რომ სუსტდება რუსეთი ამით, მაგრამ ხელს უწყობს, თქვა, მტანზე კი არ შემოიხია და კი ჩავერევი და აბა რასთვის და მან არ ჩავერევი. ძალიან დიპლომატიურად ჩვენ ამ დროს როგორ არაკეთებულად ვიქცევით. დიახ, გასახმები და კიდევ ერთი მომენტია. აი რეალური ძალთა ბალანსი განაპირობებს პოზიციებს. ეხლა ერდოგანს აქვს შესაძლებლობა ზეწოლა განახორციელოს კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, მაგრამ ეს ზეწოლა არ არის დიდი. იმიტომ რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ძირითადი მრევლი თურქეთს მიღმა ცხოვრობს. თურქეთში არის 20,000-მდე კაცი, რომელსაც ერდოგანი ხელს ვერ მოკიდებს.
ეს ავტომატურად იქნება დასავლეთ სამყაროსთან დაპირისპირება, მაგრამ აი კიდევ ქალაქეობის პრობლემები, საპატრიარქოს იქ წარმომადგენლები შეუძლია მაინც რაღაცა. ეს კიდევ დიდი ბერკეტი ზემოქმედების არ გააჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ საკითხებში ისევე როგორც თავის დროზე დაუშვათ ანტიოქიის საპატრიარქოსეც მიდიოდა იქ, დაუშვათ დაპირისპირება იერუსალიმის და ანტიოქიის საპატრიარქოების შორის და ასე შემდეგ. ეს პროცესები ხდება ამ სიტუაციაში და იგივე რუსები ძალიან განაწყენებული არიან ერდოგანთან მიმართებაში. თუმცა რატომ არ გააკეთა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი ბერკეტი ზემოქმედებისა ერდოგანს ერთი დიდი ბერკეტი არ აქვს და მეორე მისთვის ხელსაყრელია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ კოალიციაში არიან, ხელსაყრელია თუ რუსეთი დასუსტება, თუ ის ხო სიტუაციური მოკავშირეა. ერთი რამ არის ბუნებრივ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს. ბუნებრივი პროცესი არის ის, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო დღეს თუ არა ხვალ შედგება და დღეს თუ არა ხვალ უკრაინის ეკლესია 40 მილიონიანი ქვეყანაა. თავის ადგილს მყარად მოიპოვებს, რომელსაც უდიდესი რესურსი გააჩნია და შესაბამისად ყველა მიცის, რომ არ არის სასურველი, რომ აი ასეთ ტერიტორითან რა ცენტრალური ადგილი უკავია, რომ ზედმეტად ვინმე შევიდეს კონფლიქტში, მაგრამ აი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსზე ჩვენ საუბრობდით თვითონ ტომოში საფრთხეებს, რომ აი ამ დაპირისპირებაში მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის გარკვეულწილად არის საფრთხილოდ განსახილველი თემები, მაგალითად როგორ არის, რომ ჩვენ როგორც და ეკლესია ასე მოგვიხსენიებს, ეკლესიები ერთმანეთს როგორც დედა ეკლესია, იმიტომ არის დები და უკრაინის ეკლესია შვილად მოიხსენიებს, ახლა მათი გასარკვევია, მაგრამ როგორც სხვა ეკლესიებიო, თუ შიგნით რამე პრობლემა იქნებაო, ამასო კონსტანტინოპოლი გადაწყვეტავს. ანუ უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება დაიტოვა. და იქ ჩანაწერი, რომ როგორც სხვა ეკლესიები, ეს უკვე ჩვენ შეგვეხება. ყველას ვინც აღიარებს უკრაინის ტომოს. ხო, აი ამიტომ აი ესეთი ნიუანსები არის რა. ასეთი ნიუანსებია, რომელიც საქართველოს ეკლესია აცნობიერებს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ისტერია რომელიც არის შექმნილი ამ საკითხთან დაკავშირებით, თვითონ ეს ისტერია ბადებს ძალიან დიდ ეჭვებს. აი, როდესაც უბრალოდ ვერ მოხერხდა ამ ისტერიაში ქართველი ხალხის თან ორივე მხრიდან ხდება ჩარევა, როცა ჩათრევა შეიძლება ასეც ვთქვათ, იმ წუთში მერე გაჩნდა ახალი პრობლემა ეკლესიისთვის, ცდელობა, რომ აქცია მაზიარეთ. ნუ ასეთი რამ არ მოსწრებია, რომ აქციით მოითხოვო ეკლესიისგან ზიარება, ჩვეულებრივ ზიარებას აქვს ფორმა, აღსარება არის. ფათაშერის ეს ყოველთვის ბოდიში რომ გაწყვეტებთ, აი ძალიან მიკროსლა რომ არ მოწონთ პატრიარქის ქადაგებაში ეს რატომ თქვა ის ეკლესიას აქვს თავის წესები, არ გახოთ. თუ გინდა ეს უნდა დაიცვა. ეს არის წესი. თუ არ გინდა, მაშინ არ უნდა დაიცვა და ზიარება ახლა ზიარება არ ხდება. მე მოვთხოვო, რატო ფიქრობ შენ, აი რატომ წერია რომ რაღაცა კაცი არის ოჯახის და ასე წერია ეკლესიურად და შენ თუ ამას არ აღიარებ. ბასილი დიდი ამბობს და თუმცა ბასილი დიდის. თუ ამდე აბორტზე თუმცა იქვე ამბობს ბასილი დიდის რა პატივისცემი და სიყვარულით მოებროდა. იმიტომ რომ ეკლესია აგებულია იერარქიაზე. ეკლესია ასეთი სტრუქტურა. ესე ვთქვათ, ანგელოსთა დასი უმკაცრესი იერარქიის ქვეშ არის. ხატების განლაგება უმკაცრესი ასე ვთქვათ წესებით ხო არ გაიძულებს გინდა თუ არა ეს ასია და აი ახლა დღეს რომ მოითხოვეს რომ აი ცით რა აი მაზიარე გინდა თუ არა მაზიარე ნუ ახლა მეც მქონია და ყველა მორწმუნესაც მქონია შემთხვევა როცა არ ახარ ზიარების ზოდა გველი შენთვის გეუბნება რომ აი რა აი ეს გამოასწორი აი ეს რაღაც ანდა პირობით გაზიარებს ოღონდ შემდეგ უნდა შეასრულო რაღაც ლოცვები ან რაღაცა ძალიან ინტიმურია რა ეს ახლა გამოდის და თან ფაქტის აზიარებ მე რეგეწვის რომ მაშინ რატომ აზიარებ დამნაშავედ თუნთრიდი არ აზიარებ რატო არ მაზიარებ აი თვითონ ეს კიდევ ერთხელ რატომ მოვიყვანე ამის მაგალითად რომ ისტერიკა უნდა შეიქმნას ისტერიკა რომ აი ნახე რაღაცა ქვეყანა ინგრევა და მე აღმოჩნდება რომ არაფერი არ ინგრევა ისევე როგორც საარჩევნო კამპანიის დროს ერთი მხარე მეორე მხარეს აგენტობაში დებდა ბრალს 2008 წლის ომის დეტალების გამოძიებით იმუქრებოდა დაამთავრდა არჩევნები და არც არავის არ დაცდენია რა
ეს ერთი და კიდევ ერთი თემა, რომელიც არის, რომ იგივე როცა ვსაუბრობ ჩვენ რუსეთის დამოკიდებულებაზე, აქედან ხდება ძალიან ბევრ რამეში, ასე ვთქვათ, პასის მიწოდება და იგივე ის ცნობილი ინტერვიუ, რომელიც მიტროპოლიტ ილარიონს ჰქონდა, ის იყო პასუხი, ის იყო ასე ვთქვათ, ბურჯანაძის გამოსვლაზე. ანუ ნახეთ და ოპერატიულად წინა დღეს ბურჯანაძე გამოვიდა და თქვა, რომ რაშვებით როგორ შეიძლება ხარ ვიწყეს იმედიანინო ბურჯანაძემ შეიძლება ძალიან გამიზნოს როგორ შეიძლება რომ ცნოთ ეს ტომოსი იმიტომ რომ მაშინვე აღიარებს ის და ამის საპასუხოდ ჟურნალისტმა ალფეევს კითხა რომ აი ეს ასეთი აზრი აქვთო და მან უპასუხა რომ თვითონ იციან რა პრობლემებიც შეექმნებათო რა ანუ ასე ვთქვათ მას არ უთქვამს რომ ჩვენ ვაღიარებთ ამას ათქმევინე და ეს ათქმევინე საქართველოში და ის იქიდან გამოვიდა უბრალოდ მე ვეღარ შეიკავა თავი მან და უკვე აი კონსტანტინოპოლსაც გადასვლა მაგრამ სწორედ აქ დგას პრობლემა ანუ ჩვენგან წასული პასებით ხდება იქიდან როგორც აბა აგენტურისთვის არსებობს აი ეს არის პრობლემები და ბუნებრივია ახლა აპელირება იმაზე რომ თავის დროზე ილარიონ ალფეევი სტიხაროსანი იყო საქართველოში მეუფე ანანია სტიხაროსანი იყო მას ახლა სტალინიც სვეტის ცხოველი ახლა მე მახსოვს მაშინ პატარა ბიჭი იყო მახსოვს მორიდებული ესეთი მაგრამ სამაგიეროდ მასეთი ბიჭები არის ახლა მაგრამ სამაგიეროდ ძალიან აქტიური დედა ყავდა და ეს და არა საქართველოს ანუ საქართველოსია დაბადებული დაბადებული არ არის დედა იყო ჩამოსული აქ წიგნის დასაწერად და ეს 2-3 წელი ცხოვრობდა აქ და პატარა ბიჭი იყო მაშინ დადიოდა თუმცა მე ნუ სადაც ახლა ანტონ სუროჟევს დაუპირისპირდა ნუ ხა თავხედობის ხარისხი არ დაეწუნება ასე ვთქვათ მაგრამ ყოველივე ისევ ჩვენგან არის ჩვენ ვაძლევთ ან რატო კვირის ის ერთი ხარი გინდა თუ არა დღეს ვენები გადავიჭირა და აუცილებლად ახლავე დავასრულოთ შორის არავითარ შემთხვევაში არ ვაღიაროთ ხო მეორე არც ერთ შემთხვევაში ქვეყანა დაიქცევა პატრიარქმა თქვენს გარეშე 40 წლის წინ ისე გამოიღო საქართველოს ტომოსი რომ ერთი არაბელი საეჭვო მძიმე შიგნით არ არის ჩაწერილი და დისკია შეშფოთები არა არავის და არც გაუგია 40 წლის მერე ხო ნახეთ რა ჩამოიტანა აცალეთ რა ამკაც რა რომ განიხილოს ეს თემები მოითელოს იმიტომ რომ უმთავრესი ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის წითელი ხაზი გაავლეს აი წითელი ხაზის გავლება ეს უკვე ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია ეს სცილდება ყველანაირ დანაშაულს რაც კი შეიძლება ვინმე ჩაიდინოს ამიტომ ეს არის ყველაზე მეტი შემაშფოთებელი ჩვენთან და არა ის რომ დღეს თუ არა ხვალ რომ უკრაინა იქნება დამოუკიდებელი ეკლესია და ჩვენი მოკავშირე ამაზე ორი აზრი არ არის და კიდევ ერთი ნუ ამოეფარებიან პოლიტიკოსები პატრიარქის მაღალ ავტორიტეტს. ანუ რა ქნა. ხო, და თუ ბედავენ კეთილინებოდა თქვენ თავისი პოზიცია თუ არა და ხალხს მოამხედრებენ ეკლესიის წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ გვიყურებდით. იმედია გაითვალისწინებთ იმას რომ ჯობია ზედმეტი აქტიურობით და ისტერიით არ ვავნოთ. პირიქით გულდინჯად და მშვიდად დაველოდოთ მოვლენებს, იმიტომ რომ როგორც რუსთაველი ამბობს, რაც აღმერთს არ ასწარდეს, არასაქმე არ იქნებოდა, მაინც ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც უნდა დასრულოს, ანუ კეთილად და ყველა შემთხვევაში სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის.